ხელმძღვანელად ჩამოიქმნება საქართველოს ბომბარდიის 26 პრეზიდენტის სამდარიგო. როგორ მოახერხა? სრულიად უბრალოდ და მაგურებელთა თვალწინ გააცოცხლეს ძირითადი ეტაპები საბჭოთა რაკეტები დღეს მშვიდობის ჯერია. საიმედო დარაჯობს ძველი ხალხის შემოქმედებით ოქტომბრის შესანიშნავ საჩუქრებს უზრდებენ მეცნიერების, კულტურის, ლიტერატურის ხელოვნების მუშაკები. Советская Грузия сердечно приветствует вас. საღამოშიდობისა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა წითელი ზონა, გადაცემა რომელსაც რადიო თავისუფლება და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებენ თქვენთვის. ნაციონალიზმი და შოვინიზმი, პატრიოტიზმი და ქსენოფობია. თემა, რომელსაც ეძღვნება დღევანდელი ჩვენი გადაცემა. თემა, რომელიც საკმაოდ დელიკატურია და ნიუანსებით სავსე. რა თქმა უნდა, სოციალურ მეცნიერებებში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული თუ რა არის ნაციონალიზმი და რა არის შოვინიზმი, რა არის პატრიოტიზმი და რა არის ქსენოფობია, მაგრამ სოციალური მეცნიერებაში ჩამოყალიბებული ეს მოსაზრება სამწუხაროდ საზოგადოებამდე არ მიდის და ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ძალიან ბევრი დემაგოგი იყენებს ამ ნიუანსებს და ძალიან ხშირად გამოდის ნაციონალისტური თუ პატრიოტული ლოზუნგებით, მაგრამ ეს ლოზუნგები საბოლოო ჯამში ახსავსეა ქსენოფობიით, შოვინიზმით და ფაშიზმით. დიახ, ისტორია და კულტურა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს ლოზუნგები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ისტორიაზე და ჩვენს კულტურაზე. ისტორია, კულტურა და ნიუანსები ამის გათვალისწინებით, აი ამ თემების გათვალისწინებით შევარჩიეთ სწორედ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარიც ქალბატონი დოდონა კიზირია. ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ ფილმიც. დღევანდელი ჩვენი გადაცემის ბოლოს თქვენ ნახავთ ბრიტანელი რეჟისორის ნილ ჯორდანის ფილმს მაიკლ კოლინზი, ირლანდიელი რეჟისორის ნილ ჯორდანის ფილმს მაიკლ კოლინზი, ასე ვთქვათ, ფილმით, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა და რომლის ავტორი, ჩემი აზრით, შესანიშნავად გადის აი ამ ბეწვის ხიდს, ძალიან კარგად გრძნობს განსხვავებას პატრიოტიზმსა და შოვინიზმს შორის. თუმცა ამ განსხვავებაზე დღეს ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, ახლა კი მცირე სიუჟეტი, ეთერშია გადაცემა წითელი ზონა. Петрович! Если бы я умел петь, как бы я спел. პრინციპში აქ არაჩვეულებრივი არც არაფერი ხდება. სიმღერა პატრიოტულია. პატრიოტულ ლირიკას კი ლოგიკურად არ უნდა მიუდგეთ. პატრიოტულ ლირიკას ემოციები ქმნის. ლოგიკური კითხვა არაერთი შეიძლება დაიბადოს. ტექსტი ასეთია: მოსკოვიდან აქამდეო, აქედან იქამდეო. ესე იგი, ტექსტში ქვეყნის საზღვრები, სადაც სოფლიოში ყველაზე უკეთ მღერიან და ყველაზე უკეთ იცინიან, ზუსტადაა მითითებული. მაგრამ ტექსტშივე ამბობენ: უსაზღვროა ჩემი ქვეყანა. ასეთ პატრიოტიზმს ლოგიკა არ აქვს. ისევე როგორც არაა ლოგიკა მთელ ამ ისტორიაში. კაცი სიყვარულს უხსნის ქალს სიმღერით შირაკა სტრანა моя родная. ცოტაც და აკოცებს. მის სახეს ექსტაზის სხივი გაანათებს. ოღონდ არ იფიქროთ ეხლა, რომ რამე მოხდა ამ ახალგაზრდა სხეულში. ასეთი პატრიოტიზმი სხეულებს არ ცნობს. სხეული უნდა დატოვო უფრო დიდის, გრანდიოზული საკეთილდღეოდ. ეს სოფელი მესხიგორა? მესხიგორა, მაშ? სწორედ მივდივართ, არა? სწორედ მიდიხარ, გენახე. ნახეთ, როგორია ჩემი ხალხი. იფიქრა რაიკომის მდივანმა. შეხედა რა მწყობში ჩამდგარ თავის ხალხს. დიდის, გრანდიოზული მიზნისკენ რომ მიაბიჯებო. ამას იფიქრებს და მერე ტრიბუნაზე ავა, პატრიოტიკას. Дорогие товарищи,
Я часто вспоминаю слова Владимира Ильича Ленина, сказанные в 2020 году одному из основателей коммунистической партии Британии, Уильяму Полю. Подлинная проверка для коммуниста – это его понимание, как, где и когда превращать свой марксизм в действие. Для нас, молодых комсомольцев-целинников, той ареной, тем местом, где наша вера превращалась в деяние, стала целина. აქაც ზედმეტია ლოგიკა. მრავალეროვან ქვეყანაში უყვართ თავიანთი კუთხეები, პირჯვარს იწერენ, მიწას თხრიან, მშობლიურ მიწას, სადაც წყალს აღმოაჩენენ, მაგრამ პარტიულ ტრიბუნაზე გამოსვლასა და ლენინის ციტატებზე უარს ვერ ამბობენ. ასე ხდება პატრიოტიზმი ნიღაბი. ან ასე იკეთებენ პარტიულ ნიღბებს ჭეშმარიტი პატრიოტები. მოგვიანებით ასეთი რაიკომის მდივნები ისევ ხალხში გადიან. მაგრამ მშობლიურ მიწას არა წყალი, არამედ სისხლი მოიფინება. Коммунистов это было очень важно. Оно будоражило и окрыляло это обстоятельство. უპროცედენტო შემთხვევა. იგი განაპირობა ეს საქართველოს სესერე უზენაესი საბჭოს დეპუტატი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრები პროფესორ ტეხოვის გამოსვლა. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე, სადაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხს იხილავდნენ. ეს მხოლოდ სამხრეთელი საქართველოში მცხოვრები ოსების არაკეთილი მოსვლისა მონაწილეა. სამხრეთ ოსეთელ ჭუით მყოფი ოს არ შეიძლება ჰქონდეს ჩრდილო ოსეთთან შეერთების სურვილი. სურვილი მაღლადაც ამას აქ გამოსვამ ეს ისტორიის ჩვენს ხალხთა ცხოვრების წარსულის უცოდინარობის შედეგია. როდესაც საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიის სწავლება საშუალო უმაღლეს სკოლებში სათანადოდ დაინერგება, ეს საკითხი ყველასათვის უფრო გასაგები გახდება. არის პირველი ანგარიში გასაწევი მხარე, როგორც ისტორიული ეთნოსი, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრების ხასიათით, ჩვენს რესპუბლიკაში, ესე იგი, ამ ოსეთში მცხოვრები ოსები, ბევრ შემთხვევაში ქართველებთან უფრო ახლოს დგანან, ვინმე ჩრდილოეთის ოსეთთან. მეგობრებო, შეიქმნა მეტად მძიმე მდგომარეობა სამართლოში ქართულ მიწაზე არ უსვენ ქართველებს. თქვენ კარგად იცით, მიტინგი გამოცხადებული იყო ოფიციალურად 23 ახალგაზრდა კომუნისტური საბჭოთი განცხადება, რომ ცხინვალში ტარდება სანქცირებული მიტინგი, რომ საგანგებოდ დგას ავტობუსები და მსურველებს შეუძლიათ წავიდნენ. არავით არის მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ მიტინგი უნდა ჩატარებულიყო ქარათარეთ არ ყოფილა. მით უმეტეს ხელისუფლებამ, კერძოდ გომბარიძემ და სხვებმა მილიციის ხელმძღვანელობამ საგანგებოდ დააყენეს კორდონი, ფოტოშორის არც ოსები და არც ქართველები წინააღმდეგნი არ ყოფილან იმისი თავდაპირველად, რომ იქ მიტინგი ჩატარებულიყო, მაგრამ პროვოკაციულმა მოქმედებამ ხელისუფლებისამ გამოიწვია ფერმულად საგანგაშო ვითარება, შეადგენ შეშინდნენ ოსები იმისგან, რომ ჯარი ჩადგა შუაში, მათ ალბათ ჩათვალეს, რომ კონიყავი გასახოცდა ჩასულები და გადაკეტეს თვითონ გზები. ესე იგი, მთელი პასუხის გებნება შეშინებული ვითარების გამო Браво! Легендарное Тбилисо в исполнении не менее легендарного, лучшего грузинского ансамбля 20 века «Арера» мы услышали прямо сейчас в прямом эфире программы «Рожденные в СССР». Я не устаю напоминать, что мы в прямом эфире, потому что есть телефоны, по которым вы можете адресовать вопросы 617-52-20, 617-51-92. Анатолий из Харькова адресует вам следующий вопрос. Украина на прямой связи с нами. Анатолий, здравствуйте, добрый вечер. Добрый вечер, товарищи. Добрый вечер. Гамарджобат Мегабреба, Гамарджобат Владимир Батона. Я всегда восхищался многоголосием вашего коллектива. Грузия мне дорого тем, что я почти 4 года там прослужил и хотел с вами в духе канала «Ностальгия» поделиться немножко добрыми воспоминаниями. В общем, служил я Месам Сахурши, Миха Бодыши, Миха Цхакаеши, Синаки ныне город. Это Мингрелия, насколько вы знаете. В общем, добрые воспоминания. Вот когда мы служили, в общем, в 83 году удалось спасти 2 людей во время наводнения. Но, к сожалению, я до сих пор не знаю их имен и судьбы. Вот, это первый интересный случай. Награда была Аракли. Вот, потом я хотел поделиться с вами и задать тут же вопрос. Я, будем говорить, не то, что как
товарищ Шурик из фильма «Кавказская пленница», но собирал некоторые тосты, которые я вам сейчас хочу сказать, а вы потом по возможности переведите Владимиру. И задать вопрос, какие до сих пор тосты звучат. Гаумарджос Швидобас, Дамы Габробас, Гаумарджос Джамтелобас, Гаумарджос Сапчота Сакартвелос. И Гаумарджос Деда, Мама. Вот. И я вам еще раз хочу сказать Дидик Мадлобас. И скажите, пожалуйста, что Владимир Карги Катихар. Дидик Мадлобас. Я не все понял, но благодаря вам сейчас... Последний я переведу. Значит, он... Последний я переведу. Сказал, Владимир, вы очень хороший человек. Спасибо большое, Анатолий. Спасибо вам за прекрасный перевод. საბჭოთა საქართველოს სადღეგრძელო არ ითარგმნა. უხერხული იყო მასპინძელთან. ვით უმეტეს რომ ახლა იტყვის. ისე როგორც რუსები უყვართ ქართველებს, ისე არავის და არავინ. Ну как? Не мешают нынешние власти передвигаться вам через границы? Расскажите. Не мешают, но нам... Вы знаете... Когда-то мы знаем, вот поэтому, вы знаете, можно запретить импорт вина к нам, можно запретить импорт боржоми, но импорт хорошей музыки, на которой мы выросли вместе с телезрителями, мне кажется, запретить невозможно. Владимир, так как грузины и грузияне любят Россию и русских, я думаю, что другого нет. Мы кланяемся перед великой Россией, мы любим российское искусство, литературу, кино, все, что есть русское. Это вот моя мать по сей день гордится, что я неплохо по-русски говорю. Логика? Ато თქვით რომ პატრიოტიზმი შენი სახლის, მეგობრის, შენი ქუჩის, ქალაქის, ქვეყნის სიყვარული მეტისმეტად სერიოზული ხდება, როცა სხეულს ასხივოსნებს. ლოგიკა ამ დროს არ არსებობს. მაგრამ ვერც ფარისევლობა, ვერც სისხლისა და მკვდრების სიყვარული, ვერც ტრაბახი თემაზე შენ უფრო გიყვარს ჩემი სამშობლო თუ მე, ვერ ჩაკლავს იმ გრძნობას, რასაც პატრიოტიზმი ქვია. ამ გრძნობამ შეიძლება სრულად მოულოდნელად გაიღვიძოს ადამიანში და გულწრფელად გამოვლინდეს, მაშინ როცა შენგან სწორედ ნიღაბს მოუთხო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა გრძელდება, ჩვენ ვართ ოკუპაციის მუზეუმში და საუბრობთ თემაზე, რომელსაც ასე დავარქვით, ნაციონალიზმი და შოვინიზმი, ან პატრიოტიზმი და ქსენოფობია. ქალბატონი დოდონა კიზერია, ძალიან მიხარია, რომ თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და გეტყვით პირდაპირ, ეს კომპლიმენტიც არის ალბათ. თავისთავად თემა არის ძალიან დელიკატური, ეს თქვი გადაცემის შესავალში და რაღაც ნიუანსებს მოითხოვს რა. და ძალიან მიხარია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ნიუანსებს გრძნობენ და მე ვთვლი, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი. ბევრი არ არის, თქვათ, გულწრფელად, მაგრამ მაინც არიან. რადგანაც ამ განსხვავებას კი შესავალშიც თქვი, რომ მეცნიერება გვეუბნება რა განსხვავება არის, თქვათ, ნაციონალიზმსა და შოვინიზმის შორის, ან ჯერ კიდევ ვაჟაფშაველამ გვითხრა, დაგვიწერა პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმის შესანიშნავი წერილი, რომელიც მაინც და მაინც ბევრს არ უყვარს საქართველოში. ან ათასნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ხო? მაგრამ მე მინდა რომ აი ამ 45 წუთში ჩვენ აუხსნათ მაყურებელს, რომელიც ამ ნიუანსებს გრძნობს, მაგრამ აი რაღაცნაირად ვერ გაუცნობიერებია ბოლომდე თუ რა განსხვავება არის ეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვლის რომ როცა საუბარია ნაციონალიზმზე რომ ოხ ეს უკვე არის რაღაც ფაშიზმი და ბევრი კი პირიქით ამ ნაციონალიზმს იყენებს ათასგვარი დემაგოგიისთვის, ხო? რადგანაც ამ გადაცემას ქვია წითელი ზონა, მე მაინც მინდა რომ საბჭოთა მემკვიდრეობით დავიწყოთ ქალბატონი დოდონა, აი როგორი იყო პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის გაგება საბჭოთა კავშირში, იქნება ეს. გისმენთ ყურადღებით. იცით ასეთ ისტორიულ მიმოხილვას მე ალბათ გამიჭირდება ვილაპარაკო დეტალურად,
მაგრამ რასაკვირველია, საბჭოთა კავშირში მოხდა ესეთი უცნაური პარადოქსი. ერთი მხრივ ყოველგვარი ნაციონალური ითრგუნებოდა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის და პირველ წლებში, 20-იან წლებში, 30-იან წლებში და შემდეგ ომის დროსაც ნაციონალური გრძნობების გამომჟღავნება ეს იყო პოლიტიკური დანაშაული და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამას. ამავე დროს საინტერესოა ის, რომ მთელმა კულტურამ უფრო მეტად გააღვევა ნაციონალური გრძნობები და როდესაც დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა, ნაციონალური გრძნობა, ნაციონალური დროშა თუ შეიძლება ვთქვათ, იყო ერთადერთი, რამაც გახადა შესაძლებელი ამ მონოლიტის წინააღმდეგ ბრძოლის. აი ნაციონალური ნიშნით იყო დაშლილი საბჭოთა კავშირი. ეს ხაჭოს ამბობენ გაგაწყვეტინებთ, რომ გორბაჩოვის შემდეგ იტყვის, რომ მან ეს ვერ გაითვალისწინა, ასეთი პერესტროიკის დროს, რომ აი ეს პრობლემა ექნებოდა. Поэтому они согласились учредить Содружество независимых государств. В общем-то, является топтанием на месте, а разрушительные процессы продолжаются. Поэтому мы взяли на себя инициативу, конституционно предоставленными нам правами. Мы подписали соглашение о том, чтобы учреждаем Содружество 3 независимых государств. სწორედ სადღაც 84-85 წელს მე აქ ვიყავი საქართველოში და როდესაც თუ შეიძლება 87 წელს 87 წელი იქნებოდა, იქ მოეწყო მრგვალი მაგიდა უნივერსიტეტში და ლაპარაკი იყო იმაზე, რა ხდება საბჭოთა კავშირში. მაშინ სწორედ იწყებოდა ესეთი პერესტროიკა. დიახ. და მე ვთქვი, რომ შეიძლება საბჭოთა კავშირი დაიშალოს და მას დაშლის ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა რესპუბლიკებში. ნუ ყველა ისეთი ირონიით, ასეთი ღიმილით და ირონიით მიიღო, ვინაიდან ერთი აბსოლუტურად ვერ წარმოედგინათ, რომ შეიძლება საბჭოთა კავშირი დაიშალოს და მეორე ნამდვილად არ თვლიდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია გააღვივოს ხალხში ასეთი ძლიერი грзнობა. Когда-то синих гор, в седом тумане, близ Мцхеты, где волнуется Кура, явилась людям девушка Сулани, богини Дели, младшая сестра. Была стройна Сулани, как чинара, свежа, как родниковая вода, быстра, как лань, мудра, как горец старый, прекрасна, как вечерняя звезда. Легенда о красавице Сулани поведает о том, что дочь Куры на горных склонах в предрассветной ране из радуги зари ткала ковры. Она росу вкрапляла в ожерелья, из облаков сплетала кружева, дарила людям тайну рукоделия, и эта тайна до сих пор жива. Ее хранят умельцы из Сулани, близ Мцхеты, где волнуется Кура. Их муза девушка в седом тумане, богини Дели, младшая сестра. Тумана на заоблачных склонах просыпается рано заря, заря. С гор спускается утро, поднимается солнце, вся земля в перламутре, земля моя. Здравствуй, снится мне твой простор,
древний край синих гор. Здравствуй! Взял обратный билет и вернулся к тебе. Здравствуй! Город с доброй душой, твой Тбилиси седой. Я в объятиях твоих, я в объятиях твоих. Проспектом и по старым кварталам я иду словно в детстве, опять улыбается солнце с высоты перевала и спешит город звонкий меня встречать. Здравствуй! Снится мне твой простор,